მოგესალმებით ექსპრეს საჯარო გაშლა თემით. არის თუ არა საფრთხე ახლა თქვენს ირგვლივ? ვნახოთ ორ ვარიანტად. შეინიშნება თუ არა რაიმე ისეთი, რაც შესაძლებელია გასაფრთხილებლად ღირდეს. მას შესადამე ვარიანტი პირველი. არის თუ არა საფრთხე თქვენს რეალობაში ახლა და ვარიანტი 2. ნახეთ როგორი ორი თვალი გიყურებთ. არის თუ არა საფრთხე თქვენს რეალობაში ახლა. მას შესადამე პირველი ვარიანტი გვექნება ლაბორატორიდი, მეორე ვარიანტი გვექნება მთის ბროლი. დააპაუზეთ ეკრანი, კარგად დააგვერდით მინერალებს, დასვით კითხვა, დაუსვით სამყაროს, არის თუ არა საფრთხე ახლა ჩემს რეალობაში. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი. ლაბორატორიდი არის თუ არა საფრთხე ახლა თქვენს რეალობაში? არკანი მთვარე. სამწუხაროდ საფრთხე არის და ეს საფრთხე არის ძალიან ფსიქოლოგიური, ემოციური თქვენთვის. შესაძლებელია ირგვლივ ისეთი მოვლენები განვითარდეს, სადაც თქვენთვის ბევრი რამ ძალიან გაუგებარი იქნება, ძალიან შფოთვის, შიშების მომტანი იქნება და მოდით ვნახოთ რას ეხება ეს. ძალიან რაღაცა იმედი გაგიცრუებათ კონკრეტული ადამიანისგან, შესაძლებელია უკვე არის ეს იმედგაცრუება და არიცით როგორ იცხოვროთ, როგორ იცხოვროთ ეს მომენტი, ხო, როგორ გადაიტანოთ, როგორ მიიღოთ სადღაც შედარებით უმტკინველოდ ხო ეს ყველაფერი და ეს იმედგაცრუება თქვენთვის ახლა ეს ერთგვარი მიწის გამოცვლა არის ფეხებ ქვეშ. მოკლედ საფრთხე არის და გაუფრთხილდით ემოციებს, გაუფრთხილდით ნერვებს, გაუფრთხილდით ფსიქოემოციონალურ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ აქ ეს ყველაფერი ძალიან დიდი რაოდენობით შეინიშნება. მარტივად არავის არაფერი არ დაუჯეროთ, დაელოდეთ რაღაცა პერიოდის გადავლას და ვთქვათ მერე მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ახლა ძალიან არეული არის თქვენი ცნობა. მეორე ვარიანტი მთის ბროლი არის თუ არა საფრთხე ან საშიშროება თქვენს რეალობაში ახლა. არაფერი განსაკუთრებული, ნუ გარდა იმისა, რომ ძალიან დაღლილი ხართ, ხერხემალს და ძვალსახსროვან სისტემას გაუფრთხილდით, კისერს გაუფრთხილდით და გაუფრთხილდით საკუთარ სხეულს. ეს არის აქ საფრთხე, იმიტომ რომ სხეული არის საკმაოდ გადაღლილი, ჩანს აქ ეს ყველაფერი. ასევე შესაძლებელია იყოს თავის ტკივილები, მოკლედ გადაღლილობის ამბავია ჩემო ძვირფასებო ეს ყველაფერი და სხეული გეოვნებათ. სხეული გესაუბრებათ, რომ დამასვენე, წამიყვანე, მასაჟი გამიკეთე და იზრუნე ჩემზე. წარმატებებს გისურვებთ, დიდი სიყვარულით.